დღეს მოვამზადე სამარხო ვეგანური სუფლეს ტორტი. ძალიან ჰაეროვანი, მსუბუქი, არომატული გემრიელი და ამასთანავე საკმაოდ ლამაზი. ნამდვილი საჩუქარია ვეგანებისთვის და მათთვის, ვინც მარხვას ინახავს და არა მარტო მათთვის. სანამ მომზადებას დავიწყებ, რა თქმა უნდა, შევს დაუთმე მისთვის აუცილებელი დრო. ვისეირნეთ, ვითამაშეთ ბურთით, შეხვდა მეგობარს, რომელთანაც ძალიან გაუჭირდა განშორება, მაგრამ სხვა გზა არ დარჩა, რადგან გამოვაკუნძულე სახლში ვიდეო გქონდა გადასაღები. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში მოვამზადე შოკოლადის ბისკვიტი. მშრალი ინგრედიენტები ჩავყარე ერთად. ფქვილი, შაქარი, მარილი, სოდა და კაკაოს ფხვნილი. ამოვურიე და დავამატე ძმარი, წყალი და ზეთი. კარგად ავთქვიფე ხელის სათქვებით, მიქსერი ამ ბისკვიტს არ სჭირდება. ჩავასხი საწყობ ფორმაში და შევდგი წინასწარ დახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, მხოლოდ ქვედა წვაზე ჩემთან 9 საათი დასჭირდა. გარდა იმისა, რომ ამ ბისკვიტის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სამარხო და არასამარხო ტორტებში და თანაც იმდენად ნოტიოა, რომ დანამვაც კი არ სჭირდება, დამოუკიდებლადაც ძალიან გემრიელია. ბრაუნის ტიპის ბისკვიტია, ნოტიო, არომატული, მოკლედ, შავი შოკოლადის მინანქარის მოსხმად საკმარისია, რომ გამოვიდეს უგემრიელესი სამარხო ბრაუნი. სანამ ბისკვიტი გრილდება, მოვამზადე სუფლე. წყალი და აგარ-აგარი დავადგით ცეცხლზე, მივიყვანე ადუღებამდე, განუწყვეტლი ვსჭირდება მორევა, აგარ-აგარი ჟელატინისგან განსხვავებით, საჭიროებს ადუღებას იმისთვის, რომ გააქტიურდეს. რომ ადუღდა, დავამატე შაქარი, ისევ ვურევ, სანამ შაქარი ბოლომდე გაიხსნება და ვტოვებ დაბალ ცეცხლზე, რომ იდუღოს. სიროფის ტემპერატურა 100 გრადუსამდე უნდა ავიდეს. თერმომეტრის გარეშეც შეიძლება შემოწმება მზაობის. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოდის წვეთი, სანამ სიროფი არ არის მზად. წვეთები მთლიანად სწრაფად წყდება კოზის ზედაპირს. აქ კი ვცდილობ გაჩვენო, როგორ გამოიყურება მზა აგარ-აგარი. წვეთი კოზიდან ჩამოდის, მაგრამ ქმნის ეგრეთ წოდებული ზამბარის ეფექტს. სანამ სიროფი იხარშება, სწრაფად ავთქვიფე მუხუდოს კონსერვის სითხე, ეგრეთ წოდებული აქვაფაბა. კარგად რომ აქაფთა, დავამატე ვანილი, კიდევ ვთქვიფე, გადავამოწმე სიროფის ტემპერატურა და სასურველ ნიშნულს რომ მიაღწია, დუღარე სიროფი ჩავასხი ათქვეფილ მასაში. განუწყვეტლივ სჭირდება თქვეფა. მასა კარგად რომ გაერთიანდა, სწრაფად ჩავასხი მუსი წინასწარ მომზადებულ საკონდიტრო რკალში. აგარ-აგარი ჟელატინისგან განსხვავებით ოთახის ტემპერატურაზე ძალიან სწრაფად იწყებს შესქელებას. ამიტომ აქ სისწრაფე მნიშვნელოვანია. ამ მუსში ასევე შეიძლება კენკრის დამატება, თუმცა მე ამჯერად მხოლოდ ვანილის მუსი გავაკეთე და ალუბალი მხოლოდ ზევიდან მოვათავსე. მე შაქრის პუდრაც მოვაყარე, რადგან ალუბალი საკმაოდ მჟავე იყო და სითბოს დამატებას ითხოვდა. სუფლე საკმაოდ ფორებიანი სტრუქტურის არის და ამიტომ ვიდეოშიც ჩანს, როგორ ლამაზად გაიჟღინთა ალუბლის წვენით მთელ სიღრმეზე. ხილის გარდა ძალიან უხდება შოკოლადის მინანქარი ან კარამელის ფხვნილი. რეცეპტი ჩემს გვერდზეა, თუ არ გინახავს შემოიჭრიდე, შეიძლება გამოგადგეს. მოკლედ, ძალიან გემრიელი, ნაზი, არომატული ტორტი მზად არის. მთელი გულით გირჩევ მოამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.